მსოფლიომ მრავალი არსება დაკარგა. ზოგი მათგანი სულ ახლახანაც კი. სამწუხაროდ ბევრი მათგანი მხოლოდ მაშინ დაფასდა, როცა უკვე გაქრა. მათი უკანასკნელი ფოტოები მათი ბედის შემზარო შეხსენებად გვჩება. თუმცა გადაშენება ხშირად მოგვიანებით დგებოდა, ხოლო ბოლო დაფიქსირებული კადრები კიდევ უფრო სევდიან გამოსამშვიდობებლად იქცა. აქ წარმოგიდგენთ 4 ცნობილ გადაშენებულ ცხოველს და მათ უკანასკნელ დაფიქსირებულ არსებობისთვის მტკიცებულებას. პირველი მათგანი შედარებით ახლახან პოპულარული გახდა და მართლაც დიდებულ არსებას წარმოადგენს. ბარბაროსი ლომი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჩრდილოეთ აფრიკული ან ეგვიპტური ლომი, ოდესღაც მაგრიბის მთელ ტერიტორიაზე ბინადრობდა, ეგვიპტიდან მაროკომდე. მონადირეები ამტკიცებდნენ, რომ იგი ყველა ლომს შორის ყველაზე დიდი იყო და გამორჩეული შეფერილობის ფაფარი ჰქონდა. ეს სახეობა დაახლოებით 100,000 წლის განმავლობაში ხარობდა, თუმცა მისი დაღმასვლა დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელებასა და ნადირობისთვის დაწესებული ჯილდოების გამო. 1890-იანი წლებისთვის ოფიციალურად აღწერიდან სულ რაღაც 26 წლის შემდეგ მისი პოპულაცია თითქმის განადგურდა და მისი დანახვა იშვიათ მოვლენად იქცა. ადრე ჯგუფებად შემჩნეული ბარბაროსი ლომი ახლა უკვე უმეტესად მარტო ხდებოდნენ ადამიანებს, რაც უკიდურესად სევდიანი ნიშანი იყო. ველურ ბუნებაში ბოლო ცნობილი ფოტო 1925 წელს გადაიღეს, თუმცა ნადირობა მაინც გაგრძელდა. 1942 წელს მაროკოს მაღალ ატლასის მთებში ფრანგმა მონადირემ მოკლა უკანასკნელი მაროკოელი ბარბაროსი ლომი, რაც ბევრისთვის მის საბოლოო დანახვად ითვლება. თუმცა 10 წელზე მეტი შემდეგაც კი 1956 წელს ალჟირის ქალაქ სეტიფის მახლობლად ავტობუსში მყოფმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ დაინახეს დიდი ლომი, რომელიც მათ აკვირდებოდა და შემდეგ ტყეში გაუჩინარდა. სამწუხაროდ ეს ტყე მოგვიანებით განადგურდა ფრანგულ-ალჟირული ომის დროს, რამაც სავარაუდოდ ამ ლომის გადარჩენის ყოველგვარი შანსი მოსპო. დღეს ტყვეობაში დაახლოებით 80-დან 100-მდე ბარბაროსი ლომი არსებობს. თუმცა არავინ იცის, არიან თუ არა ისინი ნამდვილად სუფთა ლომები, რადგან ველურ ბუნებაში დარჩენილი ინდივიდები შედარებისთვის აღარ არსებობს. დოდო, გადაშენების სიმბოლო, იყო ფრენას მოკლებული ფრინველი, რომელიც მავრიკის კუნძულზე ბინადრობდა და კოლუმბიდების ოჯახს ეკუთვნოდა, რომელშიც მტრედები და მტრედისნაირი ფრინველები შედიან. მისი ქცევის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. თუმცა არსებული ცნობები მიუთითებს, რომ იგი ტყეებში ცხოვრობდა და იკვებებოდა ხილით, თხილით, თესლებით და შესაძლოა ნიჟარიანი ცხოველებითაც. დოდო პირველად 1598 წელს ჰოლანდიელმა მეზღვაურებმა აღწერეს და მას უფრო იოლ საკვებად მიიჩნევდნენ, ვიდრე უნიკალურ სახეობად. ის დიდი ზომის იყო, ადამიანების არ ეშინოდა და მარტივად იჭერდნენ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერი ნაგბენი ჰქონდა. კიდევ უფრო დამანგრეველი აღმოჩნდა მათ მიერ კუნძულზე შემოყვანილი უცხო ცხოველები: ძაღლები, ღორები, კატები, ვივთხები და მაკაკები. ამას დაემატა უეცარი წყალდიდობები და დასახლებების გასაშენებლად ჩატარებული ტყეების გაჩეხვა, რამაც დოდოს პოპულაციას საბოლოო დარტყმა მიაყენა. მიუხედავად ასეთი სწრაფი დაღმასვლისა, თითქმის არავინ მიაქცია მას ყურადღება და დოდო ჩუმად გაქრა. ბოლო დადასტურებული დანახვა 1662 წელს მოხდა. ევროპელების კუნძულზე გამოჩენიდან 1 საუკუნეზეც ნაკლები დროის შემდეგ. ამ უკანასკნელ დადასტურებულ შემთხვევას მიტოვებული მეზღვაურები აღწერენ, რომლებმაც უცნაური, უშიშარი დოდოები დაინახეს, რომლებიც მათ მიხვებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფრენა არ შეეძლოთ, დოდოები მოულოდნელად სწრაფები იყვნენ, რაც მათ დაჭერას ართულებდა. საბოლოოდ მეზღვაურებმა ერთის დაჭერა მოახერხეს და მათ გასაკვირად მან ხმამაღალი ყვირილი გამოსცა, რამაც სხვა დოდოები მიიზიდა მისკენ და ისინიც ასევე დაიჭირეს და მოკლეს. სამწუხაროდ, ასეთი დაუფიქრებელი ხოცვა შესაძლოა დოდოს სავარაუდო გადაშენების შემდეგაც კი გაგრძელდა. მოგვიანებით კუნძულის გუბერნატორი ამტკიცებდა, რომ დოდოებზე 1688 წლამდე ნადირობდა, თუმცა ამის დამადასტურებელი ახალი ჩანაწერები აღარ არსებობს. საბოლოოდ დოდოს ადამიანობისადმი ნდობამ გადაწყვიტა მისი ბედი. სტელერის ზღვის ძროხა გადაშენებული სირენია, რომელიც გეორგ სტელერმა 1751 წელს აღწერა. ოდესღაც ჩრდილოეთ წყნარ ოკეანეში ფართოდ იყო გავრცელებული, თუმცა აღმოჩენის დროისთვის მისი არეალი უკვე მხოლოდ კომანდორის კუნძულებს შემოიფარგლებოდა. ეს იყო ყველაზე დიდი სირენი, რაც კი ოდესმე არსებულა. მშვიდი, სოციალური გიგანტი, რომელიც წყალმცენარეებით, კელპით იკვებებოდა. სამწუხაროდ, სწორედ მისმა უწყინარმა ბუნებამ განაპირობა მისი დაღუპვა. მას ჩაყვინთვა არ შეეძლო და უკიდურესად ნელი იყო, რის გამოც ადვილ სამიზნედ იქცა. სტელერის ეკიპაჟმა სახეობის აღმოჩენიდან სულ 1 დღის შემდეგ მოკლა პირველი ინდივიდი. როდესაც ამბავი გავრცელდა, მეზღვაურებმა, ბეწვის მოვაჭრეებმა და სელაპებზე მონადირეებმა უკვე ისედაც მცირე
დაახლოებით 2000 იანი პოპულაციას სწრაფად გაანადგურეს. გადაჭარბებულმა ნადირობამ სახეობა მოკლე დროში სრულ გადაშენებამდე მიიყვანა. ბოლო დადასტურებული მტკიებულება 1768 წელს დაფიქსირდა, როდესაც მონადირეებმა დაინახეს ერთი მარტოხელა ინდივიდი, რომელიც მათი ნავიდან შორს ცურავდა. რამდენიმე წამში ის გაუჩინარდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. თითქმის 200 წლის შემდეგ 1973 წელს SSR-ის ოფიციალურ ჟურნალ გამოაქვეყნა დაუდასტურებელი, თუმცა მეტად საინტერესო შეწყობინება. ვეშაპებზე მონადირე გემის ეკიპაჟი ამტკიცებდა, რომ კამჩატკის სანაპიროსთან 6 დიდი ზღვის ძუძუმწოვარი დაინახა, რომლებიც წყალმცენარეებით იკვებებოდნენ. მათი სიგრძე დაახლოებით 6-დან 8 მეტრი იყო. ჰქონდათ ხორთუმის მსგავსი ცხვირი, განყოფილი ტუჩები და ნელა ცურავდნენ. ეკიპაჟი მათ ორჯერ დააკვირდა და აღნიშნა, რომ კელპით იკვებებოდნენ, რაც სტელერის ზღვის ძროხის კვების ჩვევებს შეესაბამება. თუმცა მათ ასევე განაცხადეს, რომ ეს ცხოველები რეგულარულად ხვინთავდა, რაც ეწინააღმდეგება ცნობებს, რომლის მიხედვითაც სტელერის ზღვის ძროხას სრულად ჩაძირვა არ შეეძლო. ამ შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი ახალი მტკიცებები აღარ დაფიქსირებულა. საბოლოოდ გადაშენება გარდაუვალი აღმოჩნდა. მისმა მცირე პოპულაციამ უბრალოდ ვერ გაუძლო დაუნდობელ და უწყვეტ ნადირობას. დიდი აუკი, ფრენას მოკლებული ფრინველი. ხარობდა შორეულ კლდოვან კუნძულებზე, სადაც საკვები უხვად იყო. გამრავლების სეზონის მიღმა იგი ჩრდილოეთ ატლანტიკის წყლებში იკვებებოდა. ესპანეთიდან კანადამდე, გრენლანდიასა და ისლანდიას ჩათვლით და კიდევ უფრო შორსაც. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად პინგვინებს გავდა, დიდი აუკი ეკუთვნოდა ალკიდების ოჯახს, როგორც პუფინები და მურეები. ბევრი სხვა გადაშენებული სახეობისგან განსხვავებით, იგი ადამიანებთან საუკუნეების განმავლობაში თანაარსებობდა და მხოლოდ პერიოდულ ნადირობას აცხლებოდა. შესანიშნავი მოცურავე და თევზისჭერი, დიდი აუკი ადამიანების მიმართ დიდ შიშს არ იჩენდა, რაც მას განსაკუთრებით დაუცველ მსხვერპლად აქცევდა. მე-18 საუკუნეში დიდი აუკის მასობრივი ხოცვა დაიწყო, როდესაც მისი ბუმბული ბალიშების შესავსებად განსაკუთრებით ფასეული გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი რაოდენობა მილიონებს აღწევდა, ნადირობა მკვეთრად გაიზარდა ბუმბულის, ხორცის, ქონისა და კვერცხების გამო. მეზღვაურები გამრავლების კოლონიებს სანავიგაციო ნიშნებად იყენებდნენ, რამაც ადამიანებთან კონტაქტი კიდევ უფრო გააძლიერა. 19 საუკუნის დასაწყისისთვის ეს ოდესღაც გავრცელებული ფრინველი იშვიათობად იქცა, რამაც მისი ღირებულება კიდევ უფრო გაზარდა. 1830-იანი წლებისთვის მხოლოდ ერთი გამრავლების კოლონია იყო დარჩენილი. ისლანდიაში, დიდი აუკის კლდეზე. თუმცა ვულკანურმა ამოფრქვევამ ეს ადგილი წყალქვეშ მოაქცია, რის გამოც ფრინველები იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ. 1854 წელს ორმა მონადირემ შეიპყრო და მოკლა ბოლო ცნობილი წყვილი. თან გაანადგურა მათი ერთადერთი კვერცხი. ეს დიდი აუკის გადაშენების დასასრულად მიიჩნეოდა, სანამ კიდევ ერთი ბოლო ინდივიდი არ დაფიქსირდა. 1852 წელს, შობის დღეს, ორნითოლოგმა ჰენრი დრამონდმა ნიუფაუნდლენდის სანაპიროზე მარტოხელა დიდი აუკი შენიშნა. ფრინველი უმისამართო დაეხეტებოდა, თითქოს მეწყვილეს ეძებდა. არ იცოდა რა რომ შესაძლოა საკუთარი სახეობის უკანასკნელი წარმომადგენელი ყოფილიყო. დრამონდი უყურებდა, როგორ პატარავდებოდა მისი სილუეტი შორიდან, სანამ საბოლოოდ ჰორიზონტს არ შეერცხა და არ გაუჩინარდა.